მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. დღევანდელ ბლოგს ვიწყებ პასკის მომზადებით. პასკა არის კლასიკური, დიდი განსაკუთრებული არაფერი რეცეპტი არ არის, მაგრამ ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს პასკა, მძიმე, ნოტიო და ძალიან გემრიელი. ეს არის ჩემი პასკის ესენცია, თუ არ ვცდები ასე ეძახიან პასკის ესენციას. როგორც იცით, ჩვენთან არ არის სუნელები, ამიტომ ლინის წვენში გავხსენი ცოტა კურკუმა, მუსკატის კაკალი, ჯანჯაფილი და დარიჩინი. ჩემი აზრით კარგი უნდა გამოვიდეს, რადგან ყოველ წელიწადს ასე ვაკეთებ და ასე თუ ისე მიჰყავს მაინც პასკის გემოზე და სუნელების დამატების შემდეგ იგრძნობა, რომ პასკაა. დაგჭირდება 1 ლიტრ რძე და ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის გარდა რძის, რძე უნდა იყოს ცხელი, ცხელი არა თბილი, ცხელი არ უნდა იყოს. ასევე დაგჭირდება 10 კვერცხი, 400 გრამი არაშანი, 400 გრამი კარაქი, 3 სუფრის კოვზი ვანილი, 1,5 კილო შაქარი, აქ მაქვს 3 კილო გაცრილი ფქვილი პლუს მინუს 3 კილო დასჭირდება. დააკვირდით კონსისტენციას, თვითონ ცომი უნდა იყოს ოდნავ წებოვანი და ბოლოს უნდა ჩავძილოთ ცოტა ზეთით. ასევე საფუარი, მე დღეს ასეთ საფუარს გამოვიყენებ. შეგიძლიათ მშრალი საფუარი გამოიყენოთ, მშრალი საფუარი 40 გრამი დაგჭირდებათ და ასეთი ცოცხალი საფუარიც 40 გრამი, თუ არ ვცდები კი 42 გრამი. პირველ რიგში მოვამზადოთ პასკის დედა, ანუ ეგრეთ წოდებული ხაში. თბილ რძეში გავხსენი საფუარი, დავუმატე ცოტა შაქარი და ფქვილი, კარგად ამოვურიე, ზემოდან გადავაფარე საკვები ფარკით და გვერდზე გადავდე ამოსაფუებლად. მანამ კი ვიწყებ კვერცხის გაცლას ცილებად და გულებად. აუცილებელია, რომ კვერცხის ცილაში არ ჩავარდეს გული, როგორც ხედავთ, ჩემთან ჩავარდა და კოვზით ამოვიღე. შემდეგ კვერცხის გულებს ვთქვეფავ შაქართან ერთად, შაქარს ვიღებ ნახევარს, ხოლო ნახევარს ვტოვებ კვერცხის ცილისთვის და მას შემდეგ, რაც კარგად გავთქვეფავ, ვუმატებ არაჟანს და კარაქს. ბოლოს ვამატებ სუნელებს და პასკის დედას უკვე ამოფუებულს ვდებ გვერდზე და ვიწყებ ცილის ათქვეფას. ვუმატებ დარჩენილ შაქარს და ვთქვეფავ კარგად გამყარებამდე. შემდეგ ვურევ ერთმანეთში უკვე ყველაფერს და ვუმატებ ფქვილს და ვიწყებ ხელით ზელვას. პასკებს გამოვაცხობ აი ასეთ ჭიქებში მუყაოსი, ეს არის დიდი ჭიქები, ასევე შეიძლება პატარა ჭიქებშიც გამოცხობა და ასევე მე თვითონ დავამზადებ აი ასეთი გამოსაცხობი ქაღალდისგან.
ამ ვაზაზე გადავაკრავ და ისე მჭიდროდ ერთმანეთში ჩავამაგრებ, როგორც იტყვიან. თუ თქვენც გინდათ, რომ ასეთი ქაღალდის ფორმები თვითონ დაამზადოთ და ეჭუგეპარებათ, რომ გაიხსნება, შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ქაღალდის სკოჩი და ქაღალდის სკოჩი მიაკროთ გვერდებზე და დაბლა, რომ არ გაიხსნას, რადგან ქაღალდის სკოჩი არ იწვება თვითონ ღუმელში და ცხვება კარგად. რაც შეეხება ჩემს გამოსაცხობ ქაღალდს, იმედები გამიცრუა, ჩანს კადრშიც, როგორ პრიალებს და როგორი პრიალა გამოსაცხობი ქაღალდია. აქამდე აი ასე რომ ვდებდი ერთმანეთში, თავს იჭერდა კარგად და მეტი აღარაფერი აღარ სჭირდებოდა. ამჯერად იმის გამო, რომ პრიალებს ვერ იჭერდა და არც ქაღალდის სკოჩი ზედ არ ეყურებოდა, იმიტომ რომ პრიალა ზედაპირი ჰქონდა და როგორც იტყვიან, ხერხის ჯობი აღონესაო, ავიღე და ასეთი რამ მოვიფიქრე, რომ შემომეკვრა კარგად ქაღალდის სკოჩი და როცა ქაღალდის სკოჩი მერე ერთმანეთზე ეყურებოდა, უკვე კარგად იჭერდა თავს. ამიტომ გამიმართლა და კარგები გამოცხვა და კარგი ფორმები გამომივიდა. თვითონ ქაღალდის სკოჩს გამოცხობის დროს ცოტა სუნი აქვს, მაგრამ ეს გემოზე საერთოდ არ მოქმედებს და არ იწვება, უბრალოდ რაღაც სუნი აქვს თავისი ალბათ წებოსი. წესით გვერდებზე ოდნავ ვაკრავდი ხოლმე და დაბლა, მაგრამ ამჯერად ალბათ ბევრი რომ შემოვაკარი, ამიტომაც სუნი გაუშვა. მოკლედ დავაყოვნე 1-2 საათით და შემდეგ გამოვაცხე 170 გრადუსზე 40-45 წუთით. ასეთები გამოცხვა, ქაღალდის ჭიქები გასკდა და აი ხედავთ კადრში როგორები გამოვიდა, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვიდა. მას შემდეგ რაც პასკები კარგად გაცივდა, ამოვიღე ფორმებიდან და გადავიტანე პარკებში, რომ არ გამოშრეს და ასეთივე რბილი დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე ცომი იყო, ეტყობა, რომელია გამომწვარი ქაღალდის ჭიქებში და რომელი ჩემს დამზადებულ ფორმებში. რა თქმა უნდა, ჩემს გაკეთებულ ფორმებში და პერგამენტის ქაღალდში უფრო კარგი გამოვიდა, ვიდრე ქაღალდის ჭიქებში. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვიზუალურადაც ეტყობა და გემოთიც განსხვავდება. დღეს არის 5 აპრილი, არის კათოლიკური აღდგომა. პირველ რიგში გილოცავთ, ვინც ამ დღეს აღნიშნავთ აღდგომას. გერმანიაში ამ დღეს ოსტერნს ეძახიან და ზუსტად ისევე, როგორც თოვლის ბაბუას მოაქვს საჩუქრები, ასევე მოაქვს ბავშვებისთვის საჩუქრები კურდღელს, სააღდგომო კურდღელს. აქ არის ჩემი ბავშვების საჩუქრები. საჩუქრები განსაკუთრებული არაფერი ამიღია, ასეთი კალმები საყვარელი გმირებით და ამას სლაიმს ეძახის ნიცა. მოკლედ ასეთ უაზრობებზე გიждდებიან, ამიტომ ესეც ავიღე და ეს არის მთავარი საჩუქარი. ვიფიქრეთ, რომ შოკოლადებს, კამფეტებს და საჩუქრები ისედაც აქვთ და გადავწყვეტეთ რაიმე ორიგინალური გაგვეკეთებინათ წელს. ბავშვებს გგზავნით კინოში, კინოთეატრში ბილეთები უკვე შევუკვეთეთ, ბილეთები არის ონლაინ და რომ მიმხდარიყვნენ რა საჩუქარია, ასეთი რაღაც ბილეთის მაგვარი ამოვბეჭდეთ, დავწერეთ თუ რომელი კინოთეატრია, რომელ საათზე და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ძალიან უნდა მოეწონოთ და დღეს 14 საათზე უნდა წავიდნენ კინოში. ესეც საყვარელი
ტკბილეული, ხოლო ეს არის გაბრიელისთვის, ეს არის სააბაზანოში ვანაობის დროს ამაგრებ და ასე ბუშტებს უშვებს. საყვარელი რაღაცა, გაბრიელს კი ჯერ არ ესმის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც მოეწონება. უყურეთ, როგორი ლამაზი კვერცხები გამომივიდა დღეს, იასამნისფერი და ოქროსფერი დეტალებით. მინდოდა წერტილებიანი კვერცხების გაკეთება, მაგრამ ვერ ვიშოვე ისეთი საღებავი, რომლებიც წყალში იხსნება და რომელიც მქონდა წინაზე რომ გავაკეთე, ეს საღებავი გამოვიყენე და ახლა გავაკეთე ზუსტად ისე, როგორც იყო ინსტრუქციაში მითითებული და ულამაზესი გამოვიდა. ამ საღებავის დამრჩა კიდევ მწვანე და ფორთოხლისფერი, ვფიქრობ, რომ მაგათაც გავაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზებია. ახლა არის დილის 7 საათი, ბავშვებს ჯერ კიდევ სძინავთ, მე უცებ გავუკეთებ ამ საჩუქრებს და დავდებ შემოსასვლელში. ხშირ შემთხვევაში ასეთ საჩუქრებს მალავენ სახლში და შემდეგ ბავშვები ეძებენ და პოულობენ, ან და შეიძლება ასეთი პატარა კალათების გაკეთებაც და შემდეგ შემოსასვლელში დადება. დღეს დილით კიდევ 5 პასკა გამოვაცხე, ესენი უსკდება და არ ვიცი რატო უსკდება. წელს ასეთი გამომდის პასკები, მინდა მეჩვენებინა, როგორ გამოიყურება თვითონ ქაღალდის სკოჩი 1 საათის შემდეგ. ღუმელში იყო 1 საათით 170 გრადუსზე და აი ასე. არ იხსნება, კიდევ კარგი რომ არ იხსნება. და ხოლო ქაღალდისები დასკდა. ქაღალდის თვითონ ჭიქები გასკდა და გადმოვიდა. ასე რომ ეს უფრო უკეთესი ვარიაცია. ახლა გაჩვენებთ დღეს დილით რა მოგვიტანა ჩვენმა ყურდღელმა. ეს არის მეზობლებისგან, ნახევარი აღარ არის, რადგან ჩემმა ბავშვებმა გაგლიჯეს უკვე და ეს იყო ეს კიდევ ასეთი ორი დიდი ყურდღელი და ეს მე მგონი რომ გაბრიელისთვის დადეს, რადგან პეჩენიებია და ბავშვისთვის. მოკლედ გვაქვს ტრადიცია და ვართ ერთმანეთის ყურდღლები. ეს მოვამზადე მე ჩემი სამეზობლოსთვის. გვერდზე კარის მეზობელს მივცემ და მაღლა ორ მეზობელს, რადგან მათაც პატარა ბავშვები ჰყავთ. აქ არის პასკა, პასკას გავაფორმე ლამაზად, კვერცხები, ყველას ჩავუდე 3 კვერცხი და აქედან გაჩვენებთ. სამივეს ავუღე ასეთი სასანთლეები. გერმანელებს უყვართ ასეთი რაღაცეები და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოეწონებათ. ახლა ამათ შევფუთავ, რადგან კარებთან უნდა დავუდო და მტვერი რომ არ დაჯდეს, არ ვიცი როდის გახსნიან, ასე რომ ამათ ცელოფანს გადავაკრავზეეთ. გადაღებას ვაგრძელებ უკვე ორშაბათს დილით, რადგან გუშინ ჩემს დედამთილთან ვიყავით დაპატიჟებულები ხინკალზე და ასე ჩაიარა ჩვენმა ოსთერნმა. დღეს არის ოსთერნ ორშაბათი, დღეს როგორც ჩვენ გავდივართ საფლავებზე, ასე არიციან, აქ შლიან მაგიდას, ამზადებენ პატარ-პატარა ხემსებს და ერთმანეთთან მიდიან სტუმრად. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ხემსები მოვამზადოთ და ოსთერნ ბრანჩი გავშალოთ. თუ რამეა ჩვენ ვართ მე და ნიცა. მე და ნიცას გადაწყვეტილება იყო, რომ ოსთერნ ბრანჩი მოგვემზადებინა. დილიდან გამოვცვალე თეთრეული და შემდეგ დავიწყებ უკვე ხემსების მომზადებას. რამოდენიმე იდეა მაქვს და ვფიქრობ, რომ კარგი უნდა გამოვიდეს. ამ დროს სანამ მე ახლა ლოგინს ვაკეთებ, ნიცა მოვიდა და რაღაც მაკიაჟის გაკეთებას ცდილობდა, ვითომ ცხვირის კონტურინგს იკეთებდა და
ხედავთ ახლა ჩემს სახეს, ცხვირზე ედო დიდი შავი ლაქა და დაცინვა რომ დავუწყე, მთხოვა რომ გამისწორეო, მეთქი მოდი დამეხმარე გაკეთებაში და გაგისწორებ შემდეგ, რადგან ცხვირი ქონდა გაშავებული, აი მთელი რუმიანა რაც ქონდა, რუმიანა თუ რა ვიცი, რაც არის ბრონზერი, ცხვირზე ედო და იმხელა ჰქონდა ცხვირი ვიზუალურად გაზრდილი, რომ რავი, ამ დროს ნიცამ არ იცის რომ ვიღებ, რომ შემოვიდა მკითხა, იღებო და მეთქი, არა უბრალოდ დევს შტატივი და ტელეფონი და ბოლოს ვუთხარი რომ გადავიღე და თუ რამეა ჩავდებ. თუ არა და ისე არავითარ შემთხვევაში არ მაღებინებს არც ნიცა და გოჩამაც დაიწყო ახლა რომ სცხვენია გამოჩენა და ესეთი რაღაცეები. ვიწყებ ხემსების მომზადებას, სულ რამოდენიმე ხემს მოვამზადებ და პირველ რიგში გამოვაცხობ ბრეცელების პურებს, რომლებიც გავალღვე და დავჭერი, პატარა ჰოთ-დოგის მაგვარი რაღაცეების მომზადება მინდა. ვაცხობ წინასწარ გახურებულ ხუმელში 180 გრადუსზე 10 წუთით, სანამ ცხვება ჰოთ-დოგის პურები, იქამდე მოვამზადებ კიდევ ერთ ცომს შემდეგი ხემსისთვის, ავიღე ერთი კვერცხი, ხაჭო, ასევე დავუმატე გამაფხვიერებელი, სულ ცოტა რძე და ფქვილი, კარგად ამოვურიე, მოვზილე ცომი, ბოლოს დავამუშავე სულ ცოტა ზეთით და გავაბრტყელე, ყველაფერს ვიღებ თვალის ზომით, ასევე ხაჭო შეგიძლიათ შეცვალოთ იოგურტით ან მაწვნით, მომიმზადებია და ასევე ძალიან კარგი გამოდის და მინდა რომ გამოვაცხო ორნაირი, როგორც ტკბილი, ასევე მლაშე ბუტერბროდები. ტკბილისთვის ამოვჭერი ასეთი ფორმები, ხოლო ბუტერბროდებისთვის ვაკეთებ პატარა ფუნთუშებს, მრგვალ ფუნთუშებს, შემდეგ ზემოდან გადავუსმევ წყალს და ამოჭრილ ფიგურებს მოვაყრი შაქარს, ხოლო ფუნთუშებს მოვაყრი სეზამის მარცვლებს და ვაცხობ ასევე 180 გრადუსზე კარგად გახურებულ ხუმელში 10-12 წუთით. ასევე ცოტა ცომი მოვაკელი ერთ ფუნთუშას და კურდღლებს გავუკეთე პატარა ყუდები სილამაზისთვის. სანამ ეს ფუნთუშები ცხვება, იქამდე შევწვავ სოსის, დღეს გამოვიყენებ თეთრ სოსის, დავჭრი და ისე შევწვავ ორივე მხრიდან. ჩემს პატარა ბრეცელების პურებს ვუსმევ ერთი მხრიდან კეჩუპს, ხოლო მეორე მხრიდან მდოგვს. მდოგვი არ არის ცხარე, უბრალოდ მჟავე მდოგვია, ამიტომ ბევრს ვუსმევ და ვაყრი ასევე დაჭრილ და გამომშრალ
ხალხს, რომლებიც ასევე არის განკუთვნილი ჰოთ-დოგებისთვის და ძალიან მოუხდა. გადავიდეთ შემდეგ ფუნთუშებზე, წაბუსვი დაბლა, პამიდურის პესტო, ამიტომ პამიდორი აღარ დამემატებია, ზემოდან დავადე კიტრი, ყველი და აისბერგის სალათი. ძალიან გემრიელი გამოვიდა, სხვადასხვა პირველად ვცადე ასეთი კომბინაცია და აწი უკვე ხშირად მოვამზადებ ხოლმე. შემდეგ მოვამზადებ პამიდურის ხემსი, ეს არის კრემ-ყველი და ვაკეთებ ხოლმე ჩვეულებრივ კრემ-ყველს და შუაში კიდევ ვუკეთებ კრემ-ყველს მწვანილით. ხედავთ, რომ გვერდზე დევს უკვე გამზადებული, ამ დროს ნიცა შემოვიდა სამზარეულოში და მთხოვა, რომ არ დამემატებინა მწვანილიანი, ამიტომ მხოლოდ ეს გამოვიყენე. შემდეგ შუაში ვადებ პამიდორს და ვასხავ სოიოს სოუსს. უგემრიელესი ხემსია ესეც პამიდურის და ვისაც გიყვართ, ასევე შეგიძლიათ ბურატა ჩაუდოთ შუაში. და ბოლოს ტრადიციულად, რა თქმა უნდა, გავავფორმოთ მაგი და შეიძლება ვინმესთვის ინსპირაცია აღმოჩნდეს ეს ჩემი მაგიდების გაფორმება სააღდგომოდ და საერთოდ სხვადასხვა მაგიდების გაშლისთვის. დღეს გამოვიყენებ შავ და თეთრ ფერებს, ასევე გავურევ ხეს, ხის ფერს. თეთრი სანთლები აღარ მქონდა, ამიტომ ბორდო სანთელი ავიღე, მხოლოდ სანთელი და კვერცხია განსხვავებული ფერის, თორე დანარჩენი შავი თეთრში და ხის ფერში მიდის. ძალიან მომეწონა, დიდი ხანია მინდოდა ამ ფერებში მაგიდის გაწყობა და როგორც იქნა, მოვიცალე ამისთვისაც. ვინც ახლა ჩვენთან ერთად მიირთმევს, გემრიელად მიირთმით, მე კი აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე!